Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვაგრძელებთ ჩვენ საინტერესო ბიბლიური თემების განხილვას და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ თემაზე, რომელიც ძალიან აქტუალურია და ძალიან დიდი ხნის მანძილზე მიდის ამ თემას შორის განხილვები. ეს არის თემა წმინდა წერილი თუ გადმოცემები. რომელია უფრო მნიშვნელოვანი, გადმოცემები თუ წმინდა წერილები. სხვანაირად კიდევ მას უძახიან წმინდა გადმოცემები და ასევე როგორც წმინდა წერილები. მაგრამ სანამ უშუალოდ დავიწყებთ ჩვენ ამ თემაზე საუბარს, გთხოვთ ჩემ გამომწერებს ყველას მოიწონოთ ეს ვიდეო და აკომენტაროთ თქვენი შეკითხვები და ასოთ აუცილებლად გააზიაროთ ეს ვიდეო, რათა თქვენ იყოთ მონაწილე სახარებისეული პრინციპების გავრცელებისა და თუ ვისაც ფინანსურად გვერდში დგომა გინდათ, თქვენი იცით ჩვენი საჭიროებები, ამიტომ შეგიძლიათ ამ ვიდეოს ქვემოთ არის ჩვენი საბანკო რეკვიზიტები და შეგიძლიათ იქ დაარიცხოთ თქვენი შემოწერილობა. რაც თქვენ გულს გაუხარებთ. ეს არის ნებაყოფლობითი, არავის არაფერს არ ვარწალებთ. მაგრამ ის რაც ჩვენი უშუალოდ ხოვნა, მოიწონოთ, გააზიაროთ და დაალაიქოთ და დააკომენტაროთ. მაშას ვიწყებთ. გიორგი, გამარჯობა, მოგესალმები. უპირველეს ყოვლისა იქიდან მინდა დავიწყოთ, რომ მოკლედ შევეხოთ ამ თემას, ძალიან საინტერესო თემაა, ბევრი თქმულა. და მოგვახსენე უპირატესობის შესახებ, აი ეკლესია თუ წმინდა წერილი. როგორ უყურებს ამას პროტესტანტები, როგორ უყურებენ კათოლიკეები და როგორ უყურებენ მართლმადიდებლები? ასეთი რთული კითხვაა, მაგრამ რომელია უფრო ავტორიტეტული, ეკლესია თუ წმინდა წერილი? ამას ამბობ, ხო ალბათ შენ? და გადმოცემები რამდენად საჭიროა და ღვთისმსულიერი? მოდი მაშინ ასე გავუყოთ. ეკლესიაზე დღეს არ ვილაპარაკოთ, ვილაპარაკოთ მაშინ გადმოცემებზე და წმინდა წერილებზე. და უშუალოდ ეკლესია და წმინდა წერილი მაგაზე მეორე ვიდეო გავაკეთოთ, მეორე თემა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს ორი სხვადასხვა ისა თემებია, იმიტომ რომ უყურე მართლმადიდებლური და კათოლიკური სწავლებით ეკლესიის პროდუქტია წმინდა გადმოცემებიც და წმინდა წერილებიც. ანუ ორივე ეკლესიის პროდუქტია და ანუ აქედან გამომდინარე ეკლესია მაღლა დგას. უპირველესი ეკლესია. ეს ტრადიციული ქრისტიანობა ასე განმარტავს. ტრადიციულ ქრისტიანობაში გულისხმობ კათოლიციზმს და მართლმადიდებლობას. ამათ შორის კიდევ რაღაც ნიუანსური განსხვავებები არის, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. მაგრამ უფრო სხვა პოზიცია აქვს პროტესტანტულ ეკლესიებს. მაგრამ რადგან დღეს ჩვენ დავანოსეთ თემა, რომელიც უფრო აქტუალურია წმინდა წერილები თუ ბიბლია, მოდი ამის გარშემო ვილაპარაკოთ ჩვენ. მოდი თვითონ გავმიჯნოთ ჩვენ ტერმინი რა არის გადმოცემა, რა იგულისხმება გადმოცემაში, ხდება თუ არა ჩვენ ახალ აღქმაში ტერმინი გადმოცემა და შემდეგ უკვე ვილაპარაკოთ წმინდა წერილებზე. იმიტომ რომ თუ ჩვენ ტერმინები არ გავმიჯნეთ რას ნიშნავს, შეიძლება გაუგებრობებში მოხვდეთ და ამიტომაც შორს წავალთ. მოდი აბა პირველი ტერმინი, სადაც ჩვენ გვხვდება გადმოცემები, სიტყვა გადმოცემა, ეს არის ტიპიური მაგალითი, ეს არის მაგალითად ლუკას სახარების პირველი თავის პირველი, მეორე, მესამე მოხდა. უყურე. ვინაიდან ბევრმა მიყო ხელი ჩვენში შორის მომხდარი ამბების აღწერას, როგორც გადმოგვცეს გადმოცემები თავიდანვე თვითმხილელებმა და სიტყვის მსახურებმა. ანუ გადმოცემა აქ არის. გარდა ამისა ჩვენ გვხვდება კიდევ ბიბლიაში ეგ არის ყველაზე მარტივი რო ვიპოვოთ, ეს არის მეორე თესალონიკელთა 2:15. მას ასეც მე ვმტკიცეთ იდექი და გეპყრათ გადმოცემები, რაშიც განისწავლეთ ჩვენი სიტყვით თუ წერილით. ანუ აქედან ჩვენ ხვდებით რომ გადმოცემა ეს არის რაღაცა ამბავის გადმოცემა, ხო? რაღაცა ამბავი, რაღაცა სწავლების გადმოცემა.
კიდევ არის იოანეს წერილში არ მინდაო მელნითა და ყალმით. არამედ ვიჩვენია პირისპირ მოვიდეგ ნახო და ისე ვისაუბროთო. ხო, ნუ ეგ გადმოცემასთან არ აკავშირებს. ჩვენ ახლა რასაც გადმოცემას ვლაპარაკობ. ანუ ფაქტურად ჩვენ შეიძლება გადმოცემად მივიჩნიოთ მარკოზის და ლუკას სახარება. იმიტომ რომ მათ გადმოცემით მიიღეს ეგ სახარება და აღწერეს. მაგრამ ვერანაირად ვერ მივიჩნიოთ მათეს სახარებას და იოანეს სახარებას გადმოცემას, რადგან ორივე თვითმხილველები იყვნენ და აღწერენ ამას. ანუ გადმოცემა, რასაც ასე ჩვენ მე რა გადმოცემასაც უყურებ, რასაც განმარტავ, გადმოცემა არის ამბავი, სწავლება იესო ქრისტეს შესახებ და რასაც სწავლიდა იესო ქრისტე. ამ გადმოცემებს ყველა აღიარებს. მართლმადიდებლებიც, კათოლიკებიც, პროტესტანტები ამ გადმოცემებს არანაირი პრობლემა არ არის. ძალიან ბევრ სამწუხარო ტრადიციულ ეკლესიაში სიტყვა სოლო სკრიპტურა, რომელიც პროტესტანტიზმიდან მოდის, მხოლოდ წმინდა წერილი ესმის ძალიან არასწორად. და ამიტომაც ძალიან როგორ ვთქვათ, შაბლონურად ესმის. ეს ტექსტი თითქოს პროტესტანტები ამბობენ, მხოლოდ წმინდა წერილი და მეტი ჩვენ არაფერი არ გვინდა და ეს ასეა და ასეა. ეს ასე არ არის. ლუთერმა ეს ჰაერიდან არ მოიტანა ეს წმინდა წერილი, მხოლოდ წმინდა წერილი. ლუთერმა ეს თქვა იმ კონტექსტში, რომ წმინდა წერილს აძლევს ავტორიტეტს. ავტორიტეტს, ანუ წმინდა წერილი დააყენა გადმოცემებზე მაღლა. ანუ საბოლოო სიტყვა, რასაც ლუთერი გულისხმობს სოლო სკრიპტურაში, რომ საბოლოო სიტყვა ეკუთვნის წმინდა წერილებს. რატო ეკუთვნის წმინდა წერილებს? ლუთერმა საიდან მოიტანა ეგა? ესეც საეკლესიო გადმოცემები და ახლა მე მოგეთქვი, რატო შეიქმნა ახალი აღთქმის კანონი? რა მაიძულა ეკლესიას შეექმნა ახალი აღთქმის კანონი? რაღაც პრობლემები რო იყო, პრობლემები. რა პრობლემები იყო? პრობლემები იყო ისე, იყო არიოზი, რომელიც ამტკიცებდა, რომ იესო ქრისტე არ არის ღმერთი, გარდა ამისა იყო სხვა ცრუ სწავლებები და ამ ცრუ სწავლებები რაღაცაზე ხო ეყრდნობოდნენ. წყარო ხო უნდა ქონოდათ დაყრდნობის. ეს იყო გადმოცემები, ეს იყო წერილობითი გნოსტიკური სახარებები, ეს იყო სხვადასხვა აპოკრიფული წიგნები. ამისათვის რა გააკეთა ეკლესიამ? თვითონ კანონი სიტყვა, დააკვირდი კანონი რაც არის, ბერძნული სიტყვა და ნიშნავს საზომი სახაზავია. ანუ თარაზოს უძახიან, რაზეც ზომავენ. გაიგე? აი ეს. და რატო მოიგონეს? ანუ წმინდა წერილის კანონი გეუბნება, თვითონ სიტყვა გეუბნება ამას, რომ წმინდა წერილის კანონი ეს არის ის წერილი და ის კანონი, რაზეც მოწმდება, რა უნდა შემოწმდეს. სწავლება. სოლის სწავლება. ანუ დღევანდელ დღეს ახლა რო ავიღოთ, ხო თვითონ ტრადიციული ეკლესიებმაც უარყვენ თავიანთი დადგენილი წესი, რომელიც ნიქეას კრებაზე მიიღეს. მაგალითად არ მისდევენ წმინდა წერილის კანონს. წერილი არ არის სტანდარტი. მართლმადიდებლური ეკლესიამ რა გააკეთა? წავიდა თქვა, შემდეგში დავყვით, ეს არ იყო პირველ საუკუნეებში და მეორე საუკუნეებში. ისინი არ უტყულებდნენ გადმოცემებს და წერილებს ერთ სიტყვაზე არ განიხილავდნენ. ეს გვიანდელი პერიოდი, მაგრამ პირველამდელი რაც მიიღეს, კანონი მიიღეს იმის გამო, რომ ამ ერესებს დაპირისპირებდნენ ან იუდას სახარებას, იაკობის სახარებას, რომ ესაა კანონი. და კანონი რაც ნიშნავს, რომ შეთანხმდნენ, რომ კანონი ეს ნიშნავს, ესენი შეთანხმდნენ არა იმისა, რომ კომპრომისზე წავიდნენ, ეს წიგნები იყოსო. კანონიერად. ეს შეთანხმდნენ იმას, რომ რასაც ყველასათვის ავტორიტეტი იყო და ყველა მიცოდა, რომ ეს წიგნები არის უშუალოდ მოციქულებიდან წამოსული. და მოციქულის ხელიდანაა წამოსული. ამაზე ყველა შეთანხმდა. ეს უნდა გესმოდეს შენ რას გავამბობ. ამას ქვია წმინდა წერილის კანონი. ამიტომ მიიღეს ეს წმინდა წერილის კანონი, რომ ამ წმინდა წერილის კანონით კანონზე განისაზღვრება ნებისმიერი სწავლება. არის ეს წმინდა წერილის ეთანხმება ეს სწავლება თუ არ ეთანხმება. სტანდარტი შექმნეს, კანონი შექმნეს
და ამ კანონს დაუპირისპირეს მე თავიანთი წესები მერე. და თავიანთი ისა. ანუ მან თქვეს რომ ესეც გადმოცემის ნაწილია. თუ გადმოცემის ნაწილია, მაშინ ეს გადმოცემა რა სტანდარტზე უნდა შემოწმდეს. მაგრამ ახლა სულ თავიდან პირველად რა იყო? სულ თავიდან პირველად ჯულამდე. ხო, აი როგორ იყო აბრაამი? ეს არის თითიდან გამოწვეული ისა არგუმენტი. იმიტომ რომ უყურე აბრაამის დროს წერა-კითხვა ყველა მარიცოდა. მაგრამ აბრაამის დროს ვავიღოთ გადმოცემები მიიღენ გაფუჭებული ტელეფონის სახით. ხო გესმის გაფუჭებული ტელეფონი რაც ნიშნავს? ამბავის მოყოლა და მეათე მოყოლში უკვე დამახინჯებული და სხვა სწავლებებია. მაგაზე ძალიან მარტივი მაგალითი გეტყვი. წარღვნა როგორ მოხდა? წარღვნა ყველა ეპოქაშია, ყველა ეთნოს აქვს, ყველა დაჯგუფებას აქვს, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირად აქვს აღწერილი. გილგამეშის ეპოსი რო წაიკითხო, იქ წარღვნა საერთოდ სხვანაირად აღწერილი. ბიბლიაში აღწერილი წარღვნა სხვანაირად აღწერილი. ტომებში აღწერილი იქ სხვანაირად აღწერილი. რომელია ჭეშმარიტი? მითხარი ახლა. გადმოცემები ხომასია, ანუ ეს არგუმენტი არაა, რო თქვა, მანამდე რა იყო. შენ არ შეიძლება იმ ეპოქიდან განსაზღვრო დღევანდელი მოცემულობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმ ეპოქაში ეს საჭირო იყო და იმ ეპოქაში მეტი არ იყო მოთხოვნა რომ გამოცხადება არ იყო მეტი ღმერთზე. მაგრამ ღმერთის ნება რა იყო? ანუ მეგობრობა რაც ნიშნავს? მეგობრობა ნიშნავს იმას, რომ მე და შენ რო 10 წელი მეგობრობთ, 10 წლის მერე შენ შეგიძლია მე ისეთი რამე უსიტყვოდ მითხრა, რომ მე შენ საერთოდ არ მითხრა. მაგრამ მე გავიგო შენთან მეგობრობიდან ურთიერთობიდან რომ შენ რაღაცა გიჭირს და გვერდში გიდგები. მაგრამ შენ ამას ერთი დღის გაცნობილი რო იყო, არც მეტყოდი, ხო? იმიტომ რომ არ გაქვს შემთხვევით ურთიერთობა. ხო ასია? ასია ღმერთი. ღმერთი არ გთხოვს იმ სტანდარტებს ჯერს არის მას უბრალოდ ესია იცი რომ მისი ერთი მთავარი მის სტანდარტია რომ მასზე თაყვანი. ეს გამოცხადება ნელ-ნელა ხდებოდა. და ყველა ღმერთზე გამოცხადება ავსებს მის შეცნობას. არ შეიძლება შენ სტანდარტი აიღო როგორც ოქროპირი ამბობს. აბრაამი უფრო კარგად იყო ღმერთთან და ადამიანი რომ უშუალოდ ღმერთთან ჰქონდა ურთიერთობა. აბრაამს იმ სტანდარტებზე, იმ ეპოქას სტანდარტებს თხოვდა ღმერთი. აბრაამს ვერ მოთხოვდა იმას, რომ გულისკმით არ შეხედო იმას, რომ გულისკმით არ მოინდო, ამას ვერც მოთხოვდა, იმიტომ რომ მაშინ სხვა ეპოქა იყო. ეს გაცხადება მერე მოხდა, ნელ-ნელა მოხდა. გაიგე? და ასეთი სტანდარტი არ შეიძლება რომ მიუდგე შენ ამას რომელი იყო პირველი და რომელი არ იყო პირველი. ეხლა მე მაგალითად აი ერთ თეოლოგისთვის მაქვს მოსმენილი და აი პროტესტანტები ამბობენ რომ ბიბლია თავის თავს განმარტავს. მაშინ აი კომენტარებს ეგ ლუთერი ამბობს მაგას ლუთერი ამბობს რომ ბიბლია არის თვითკმაყოფილი და მას შეუძლია თავისი თავი განმარტოს. წმინდა წერილი განმარტავს თავის თავს. მაშინ კომენტარებს რა აზრი აქვს? კომენტარები, უყურე რა ხდება. მაშინ ყველამ წაიკითხოს ეს წმინდა წერილი და განმარტავს თვითონ. წმინდა წერილი განუმარტავს თვითონ იმ პიროვნებას. კი, კომენტარებს რა აზრი? როგორ მოიქცე კი? მორალური ზნეობით მხარეს მოქცევას არ უნდა კომენტარები. რო არ იმრუშო და არ უნდა მოიპარო და ღმერთს უცე თაყვანი, ამას ბევრი კომენტარი არ ჭირდება, ხო ასია? კი. სწავლებას სწავლებას ჭირდება კომენტარი, იმ დროს სწავლებას ჭირდება ყველა ეპოქაში აქვს სხვადასხვა გამოწვევები ადამიანს. სტანდარტი რასაც აი სულიწმინდის საქმე რა არის? აი უნდა გესმოდო შენ, რასაკეთებს სულიწმინდა რატომ მიცა ღმერთმა ეკლესიას სულიწმინდა? იმიტომ კი არ მიცა რომ მარტო გვერდში ედგას და რამე იყოს. საინტერესო ეგ არის. ქრისტემ მოციქულებს და შემდეგ მოწაფეებს, ანუ ეკლესიას ესე ვთქვათ, სულიწმინდა დაუტოვა, ხო ესეა? და არა სახარებები. ეს სახარებები საჭიროებიდან გამომდინარე დაიწერა. არა, წერილები მიცემული ქონდა ისედაც, მათ წერილები ქონდათ ისედაც, იმიტომ რომ პავლე მოციქული როცა ტიმოთეს წერს, ნახე როგორც წერს პირველი მეორე ტიმოთეს 3-ის 15-ში, მაგრამ მოდი ცოტა აი ვლადიმერ ლოსკის სიტყვებია გარდამოცემა არის სულიწმინდის ცხოვრება ეკლესიაში. კარგი გამოცდილება რა. გასაგებია, მაგრამ ყოველთვის ცხოვრობდა ეკლესია სულიწმინდაში.
მე შუა საუკუნეების ინკვიზიციების დროს ეკლესია რო ხალხს წვავდა, სულიწმინდაში იყო ეკლესია. ინდულგენციებს ვაკიდა და ჯვაროსნულ მომებს ვაკეთდა, სულიწმინდის ქვეშ იყო? ეგ კიდე კათოლიკური ის არის. მართლმადიდებლები არ წვოდნენ რუსეთში მღვდლებს. სტარობრიცების და მართლმადიდებლების ომი რო იყო ერთმანეთში, სტარაბრიადელების. ხლისტებს რო დაეტაკენ მერე კიდევ. ეს სულიწმინდა, ჰა? მაშინ ახლა კიდე კითხვა იბადება. მოიცა, მე გეტყვი ახლა დავამთავროთ ისაც ძველი წმინდა წერილებს უყურე. მე-12 მუხლიდან წაიკითხე. მეორე ტიმოთეს 3:12-ის 16-ის ნახე. და ყველა ვისაც სულს ღვთისმასაობით იცხოვროს ქრისტე იესოში დევნილი იქნება. ხოლო ბოროტი ადამიანი და თვით მარქვიები წინ წაიწევენ უარისკენ, სხვებსაც შეაცლენ თავადად ცუნდებია. შენ კი დარჩი იმაში, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებული ხარ, ვინაიდან იცი ვისგან ისწავლე. რადგან შენ ხო ბავშვობიდანვე იცი რა? საფრთხო წერილები. ეგ მუხლი მეც ამაღებული იყო და მაგაზეც მინდა და მეკითხა. რომლითაც ძალუც უყურე. შენი დაბრძენება გადასარჩენად ქრისტე იესოს წმენის მეშვეობით და მე-16 მუხლი. მთელი წერილი ღვთის სულიერია და სასარგებლოა. სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად, რისთვის? სიმართლეში. ანუ აქ უკვე სტანდარტი მიცა პავლე. რაცა საჭირო. რო ცხონდე ადამიანმა. კი. აი, საერთოდ ეს ისეთი თემაა, აი, საით ამხრიდანაც გინდა იქიდან წაიყვანე. აი, ახლა ნახე. ხოლო გაუწყებ თქვენ ძმანო, რომ სახარება, რომელსაც ვახარებ, ადამიანური არ არის, ვინაიდან არც მე მიმიღია და მისწავლია იგი ადამიანისგან, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით. პავლე მოწკულიც ამბობს. პავლეს იესოს გამოცხადება აქვს, მაგრამ ამის შემდეგ იქ 15 დღე პეტრესთან არის, მერე დამასკოში ბრუნდება, არაბეთში მიდის. 3 წელი არავის უდაბნოში. რატომ მიდის 3 წელი ნახევარი უდაბნოში? ხო, ანუ ის რაც გაცხადება ქონდა, გამოიკლია წერილებს ამდენად ეფუძნება ეს. ხო, რატო 3 წელი ნახევარი? მერე. რატო? 3 წელი ნახევარი ჭირდებოდა თორის ერთი ციკლის შესწავლას. ახლა უკვე ტრადიციულად ერთი წელი ჭირდება, მაგრამ პავლეს და იესოს დროს 3 წელი ჭირდებოდა თორის სწავლას და მას დაჭირდა, აი გამოცხადება ხომ იყო პავლემ დააკვირდა. იუდეველები ასე აღებულობდნენ ყველაფერს. მას უნდა დაემტკიცებია წერილით. წერილის მეშვეობით, წარმართა გამართლება წერილის მეშვეობით უნდა ქონოდათ მათაც. მოციქულთა საქმეებში მე მაგი განმარტა. ეს დასტური მან ხომ მიიღო. დასტური უნდა ქონოდათ წერილით. კი. ახლა უყურე, მაგის შემდეგ 14 წლის მერე ისევ იერუსალიმში ადის იაკობთან და პეტრესთან ერთად და მათ ეუბნება რომ რასაც ვქადაგებ ამაოდ ხომ არ ვშრომობ და ამაოდ ხომ არ დავრბიო არა, ანუ ეკლესიის დამოწმება მაინც ჭირდება პავლეს მიუხედავად იმისა რომ გამოცხადება ქონდა ქრისტეს. მაგ ეკლესიის დამოწმება არ ჭირდებოდა მაგას. სახარება წარუდგინა მათ. სახარება რა სახარება წარუდგინა? რასაც ვქადაგებდა წარმართებში. მან წარუდგინა მოქცეული წარმართებების ამბავი. ვაი მე უქადაგე ადამიანებმა და იწმინდა. ამაზე ლაპარაკობდა. რომ მე ხო წმინდა წერილი ცუდად ხო არ გავიგე ჩემებურად. ხო და აი წავიკითხო მაგ მოუს. მე 14 წლის შემდეგ კვლავ ავედი იერუსალიმში. ეგ არის გალატელთა წერილები. კი. ხო, მაგრამ აი მომისმინე გალატელთა მეორე თავია, ხო ეგა? კი. რომელი მუხლია? პირველი მეორე. ოკეი. არა, შენ უნდა უყურე, შენ უნდა წაიკითხო გალატელთა წერილი მთლიანი კონტექსტიდან. ამ ერთი მუხლით პავლე რომ ავიდა მიზეს შენ ვერ გაიგებ რატომ მიდის. პავლე წერს აქ გალატელების პრობლემა რაში იყო? გალატელების პრობლემა იყო იმაში, რომ ზუსტად უნდა დააკვირდე. მათმა დაიწყეს ჯულის ზედაპირული დაცვა. წინა დაცვეთა მისა ქვია ზედაპირული დაცვა, ანუ რჯულის საქმეები, რასაც ქვია, აი რჯულის საქმეები რატოა? რჯულის საქმეებს გონია ზოგ შაბათის დაცვა და ღორის ხორცს უარჭამ, ეგ რჯულის საქმეები. ეგ არაა რჯულის საქმეები. რჯულის საქმე ცოტა სხვა რამეა. და პავლე ისინი რჯულის საქმეებს იცავდნენ, რათა გადარჩენილიყვნენ. გადარჩენის გამო და მათ აიძულებდნენ იუდეველები, რომლებიც ფარისევლთა სექტიდან იყო.
ქრისტიანი იუდეველები, ვინც ფარისევთა სექტას ეკუთვნოდა, არ დაგავიწყდეს რა კატეგორია იძლებდა. ვინც ასე იყო და ვინც ამბობდა, რომ ამ არ ყოფილითო კაცო ეს ქრისტეს სახარება ამათო კაცო ქრისტეს სმენა მათო არ იყო უნდა წინადად დაიცვეთონ. რომ გადარჩენაში სრულყოფილი ანუ ებრაელები უნდა გახდნენ. მოკლედ რო ვთქვა, გაებრაელებო უნდა და ამ ხალხს. და პავლე მაგას წარუდგინა წინააღმდეგი ამაზე იყო და როცა მიიღო პავლემ ეს საქმე და ეს გამოცხადება რომ მიიღო წერილები მან წერილები ეს გამოიკვია მაგრამ პეტრესთანაც მივიდა რატომ მივიდა პეტრეს ნუ პეტრეს ანალოგიური სიტუაცია ჰქონდა კორნეულიოსთან გაიგე და აზრს ეკითხება პავლე ამას ეუბნება ამ მთელი კონტექსტით უნდა განიხილო რომ პავლეს მე რო წარმართებს უხადაგებ რომ წინა არ დაიცვდეს ჩემი მოგონილი არა ამაში პეტრეც მიდასტურებსო მე და იაკობის და იერუსალიმის კრებას ადასტურებს რომელიცაც გადაწყდა მიიღება რომ წარმართებს გადასარჩენად აღარ ჭირდება წინადაცვით ან შაბათის დაცვა ან 10 მსების დაცვა ნებისმიერ მსების დაცვა გადასარჩენად არაა საკმარისი ვერ გადაგარჩენს გადაგარჩენს სახარება რომელიც გეღვიებს იესოსადმი რწმენას ამაზე ამბობს პავლე მაგრამ შენ თუ ახლა მაგ კონტექსტიდან ამოიღე მუხლებ და მიასადაგე იმას რომ პავლე მაინც ეკლესიას ეკითხება და იმას ეკითხება მე ძმა არის გოდიში მაგრამ აი თვითონ აქედან გამოწეული რა წარუდგინა მაგრამ რა წარუდგინა აი ნახე წაიკითხე რა წარუდგინა ავედი გამოცხადები წარუდგინე მათ სახარება რომელსაც ხადაგებდი წარმართებს შორის რა სახარება უნდა წარედგინა სახარება ხო ერთია პეტრეს სხვა სახარება ქონდა არა ამარა მაგათ უკატაკა სახარება ნიშნავს ის ამბა ვისკეთილი უწყება რომ წარმართებშიც ხდება იმის გავრცელება რწმენის და უნდა მათმა მიიღონ წინადაცვათა თუ არა ამაზე მიდის პავლე ლაპარაკობს გაიგეთ რომ პავლე წააც ამ პრობლემას მაგრამ პავლეც ხო იუდეველია მანაც ხო იცის რომ ეს იუდაური ტრადიცია მანაც ხო იცის რომ ადამიანმა პასექი რო ჭამოს წინადაცვათა ჭირდება იმას ებრაელად უნდა იქცეს მაგრამ პავლე მე წერს პირველ კორინთიაში რომ ქრისტე ჩვენი პასექიაო всё და ქრისტესთან მისასვლელად აღარაა საჭირო იუდეველობა აღარაა საჭირო ელენობა არამედ წმენაო თავარი და ეს მთელი კონტექსტია ასე ძმა ასე მუხლის შენ ამოიღო და მიასადაგო ამას მასე არ გაა ესა ძალიან მნიშვნელოვანი აი რასაც ძალიან ბევრი ცდება ამაში პროტესტანტები ძალიან ბევრს თქვათ ხარავენ და ამბოლოს ზატოყაც მართლმადიდებლებშიც მე ტენდენცია დავინახე რომ ასე მუხლებს აიღებენ და მიუსადაგებენ იმ დღეს უდელთან მქონდა ისა დებატები და მოიცა კომენტარში დამიწერა ისეთი რამე მე ვაფშე სხვა ლაპარაკობ იმან ვაფშე სხვა რაღაც ამოიღო მუხლი მიაწება და მე თქვი ნუ ან თვალია მე თქვი აბა ხა თვალს თუ მოუნდება ასეთი კომენტარის დაწერა მე არ ვიცი აბა მაშინ ხო და ანუ შეხედე წმინდა წერილის სტანდარტი რასაც ჩვენ ლაპარაკობთ არც ლუთერი ეწინააღმდეგებოდა გადმოცემები საჭიროა გადმოცემებიდან ჩვენ ვიცით სამების დოქტრინა იმიტომ რომ გადმოცემებმა ჩამოაყალიბა სამების დოქტრინა იცით ჩვენ გვწამს ეს საჭიროა და ლუთერი ამის წინააღმდეგ არ წამოსულა არასდროს არ წასულა უბრალოდ შენ იცი რომ თანაბარი მნიშვნელოვანი არა თანაბარი მნიშვნელოვანი არა იმიტომ რომ უყურე რა მომენტია მათ ლუთერი და კალვინი თავის ნაშრომებში ყველა ციტირებს მამებს წმინდა მამებს ავგუსტინე ლუთერი ავგუსტინელი ბერი იყო ნეტარი ავგუსტინიდან მოდის მისი ისა ავგუსტინელის ბერობა საიდანაც მოდის აქედან იყო წამოსული ავგუსტინელი ბერი რომელიც გაიზარდა ავგუსტინური მოძღვრების და ავგუსტინის მსოფლმხედველობის სხვადასხვა წმენით გამართლებას ავგუსტინეს იდეა ეს ლუთერის იდეა არა ლუთერს просто გაეხსნა ეს ყველაფერი როცა ისწავლა მერე გაიგე ავგუსტინეს აქვს ეგ ნათქვამი ადამიან გაქვს ავგუსტინეს აღსარებანი წაკითხული კი აი როცა ხო ხვდები რომ აი რო კითხულობ ძალიან მაგარი ოქროპირსაც რო კითხულობ ხო ხვდები რომ აი ვაფშე სხვა სულია რა აი პროტესტანტიც მე ბევრი გამაქვს მონასმე რომ პროტესტანტები რო წაუკითხე ოქროპირი ამოს ბიჭო ეს პროტესტანტია ოქროპირიო რატო იმიტომ რომ პირველი მამები მასე არ აზროვნებდნენ როგორც დღეს აზროვნებს ესენი ერთმა იმა რა ქვია ალექსანდრე დორინმა რა თქვა იცი მე-19 საუკუნე აფონასი დორინმა პირდაპირ თქვა გადმოცემების გარეშე ცხონება არ არის მე-19 საუკუნის მღვდელია
ვლადიმერ ლოსკიმ შენ გადმოცემებზე ეკლესია სულიწმინდა ლოსკს კიდევ ესეთი ნათქვამი აქვს. გადმოცემები ეს ეკლესიის ისაო კონტექსტიო. გადმოცემები ეს ეკლესიის კონტექსტიო. ამას ამბობს ვლადიმერ ლოსკი. ნაცნობრივ ეთანხმება რაღაცეებში, მაგრამ ნაცნობრივ თლიანობაში ვერ დავეთანხმებ. ანუ თლიანი არსი არის ვლადიმერ ლოსკი ასე ამბობს. ახალი აღთქმის კონტექსტი ეს არის გადმოცემები. ну ეს вообще სხვა ხდება. ანუ რა მომენტია, რატო ვლაპარაკობ ახლა? ამდენი რატო მოვყევით ახლა ეს ყველაფერი? ლუთერიც და კალვინიც და ყველა პროტესტანტი როცა ამბობს სოლო სკრიპტურას, სოლო სკრიპტურა არ ნიშნავს, რომ მხოლოდ წინა წერილი და ამის გარდა ჩვენ არაფერს არ ვცნობთ. ეს ასე არა. სოლო სკრიპტურა ნიშნავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წერილის ეკუთვნის უმაღლესი ავტორიტეტი. გადამწყვეტებიც ხო როცა ამბობენ წმინდა წერილის რატო აი წარმოგიდგენთ დაჟე ის წარმართა გამართლებას ეძებდნენ მოციქულები წმინდა წერილში და იაკობიც ამბობდა როცა წინასწარმეტყველებდა დავითის დაცემული დავითის კარავის აღდგენას ეს იაკობმა იქ წერილში იპოვეს ეგ მტკიცებულება წერილით უნდათ მიეღოთ აი ანუ სხვა ახალი არაფერი არ უნდა ხილისყურია ანუ შენ უყურე რა მომენტია თუ ჩვენ ვაღიარებთ აი რომ გადმოცემა და წმინდა წერილი ერდონეზია მაშინ ამ გადმოცემა და წმინდა წერილის რაქმის სტანდარტი როგორ იზომება რა გაზომავს გეტყვენ ეკლესიაო ეკლესია რა იყო ყოველთვის ეკლესია ესე აი კათოლიკეებში ნუ კაი ეს კითხვი კათოლიკებს როგორ აქვს კათოლიკებს აქვს ესეთი რამე რომ წმინდა წერილი არის უმაღლესი სტანდარტი, მაგრამ გადმოცემები მას არ აკრავს ირგვლივ. ანუ გადმოცემების გარეშე ვერ გაიგებ წმინდა წერილს. მართლმადიდებლებს მაგას ამბობ, მაგრამ კათოლიკებს არ აქვს ეს აზრი, რომ გადმოცემები უფრო მაღალია წმინდა წერილს. ესეთი არა. კი, წმინდა წერილი მაგარია, უმთავრესია, მაგრამ მისი უმთავრესის გაგებას უშჭირდება გადმოცემები, გეუბნება. მაგრამ მართლმადიდებლებს ერდონეზე დააყენა გადმოცემების ნაწილია წმინდა წერილიც. ანუ გადმოცემებში რატო წაგიკითხე? რას გადმოცემები რა? გადმოცემები ეს არის სწავლება და პრაქტიკა, როგორც ცხოვრობდა პირველი ქრისტიანები. ხო? ვასე გადმოცემები. ანუ არის სწავლა და პრაქტიკა. შენ ხედავ ახალ აღთქმაში, აი, ბრჭყალებში ვთქვათ. რიტურგიულ მსახურებას. არა გადმოცემის ის არის შედეგი. ანუ იმ გადმოცემებში, რომელსაც ჩვენ ბიბლია გვეუბნება, არ არის, ხო? მაშინ ეს რიტურგიული სწავლება საიდან შემოიღეს? ახლა უყურე, ნათლობა უყურე. რატო ამბობს იესო ქრისტე ეკლესიას შევქმნი მეო? ჩემ ეკლესიას დაავარსებო. ხო, აი როგორ გესმის ეკლესია არის სვეტი და საფუძველი. როგორ გესმის? მეორე ტიმოთეშია გადაწერილი. და არა, პირველი ტიმოთეს ისა. ასევე ეკლესია არის ქრისტეს სხეული. აი როგორ გესმის? ეს სიმბოლური დატვირთვა აქვს. მე არა, უკვალოდ არ ნიშნავს რომ ქრისტეს სხეულია და ისა. ეს სიმბოლო, ანუ ეს ნიშნავს ერთიანობა თუ ერთობა უნდა იყოს. ეს როგორც ბუკვალურად შენ ვერ იფიქრე, ვერ იტყვი რომ აი პავლე მოციქული რო ამბობს, თქვენ ხართ წერილი ღვთისასხვებისადმი, რომელიც კითხულობსო. ხო, ბუკვალურად ხო არა ხარ წერილი შენ. არა, მაგრამ შენი ცხოვრება, შენი საქმეები ლაპარაკობს. ესია რომ თქვენი ერთობა ქმნის ადამიანის ერთობას, ანუ სხეულის ერთობას. სხეულის ერთობა რას ნიშნავს? თვალი ემორჩილება თავს, ხო? ხელი ემორჩილება თავს. ანუ ეკლესია გულისხმობს, რომ ეკლესია ემორჩილება ვის? ეკლესიის თავი ვინაა? ქრისტე. ქრისტე რა არის? ღმერთის სიტყვა. და ეს სიტყვა რა არის? შეიძლება ღმერთის ხო, მაგრამ იოანე რატო ამბობს? იყო სიტყვა. იოანე არ იწყებს ღმერთის ზეთი. იოანე იწყებს ძალიან დიდი მნიშვნელოვანი პრინციპით, რაც იუდაიზმში ესმოდა, რომ თავდაპირველად იყო მემრა, ეს ლოგოსი ცოტა ბერძნული სხვანაირი. მემრა ნიშნავს
სიტყვა რომელიც არ იცვლება. ებრაელებმა იცოდნენ. იმიტომ აი რატო იყო რომ იოსებმა აღარ აკურთხა ისა ისააკმა აღარ აკურთხა ისა რა ქვია ესავ. ხო მიხვდა რომ იაკობმა ატო, მაგრამ ხო შეძლო რატო? მან იცოდა მის ღმერთისგან გამოსული სიტყვა არ იცვლება. ასეა, ამიტომაც როცა პავლე ამბობს რომ ეკლესიის თავი არის ქრისტე, ეს ნიშნავს რომ წერილია და პავლე მიცოდა ვინ იყო ქრისტე. წერილი, ის დაწერილი წერილი, ის სწავლება რაც არის. ამაში იგულისხმება და ამ კონტექსტში უნდა განიხილო ის რომ ეკლესია რომელიც ეყრდნობა წმინდა წერილს. ის ეკლესია არის ჭეშმარიტების სვეტი. ამას ამბობს. ერთი მუხლი არ შეიძლება გიო. ხვდები ერთი მუხლი ამოიღო და განმარტო რომ თქვა ეს ასე. მასე ვერ ითქვა. მას ერთი მუხლი ჩვენ შეიძლება გამოიყენო იესო არა ღმერთი. მამაზე ლოცულობდა. ვიზე ლოცულობდა. ხო იაღოლებით ხო შეიძლება ესე ხო მასე შეიძლება გამოიყენო. მაგრამ შე ხო იცი რატო აკეთებდა ამას? იმიტომ თელი შინაარსობრივი კონტექსტი ითვალისწინო, ხო? ესე უნდა გაითვალისწინო შინაარსობრივი. მაგრამ ესე მუხლები ამოიღო და ასე ეკამათო ეს ასე არ გამოვა. აი კიდევ დავამთავრე. აი. ხო რას მომობთ? უყურე, როდესაც ჩვენ ეკლესიაზე ვლაპარაკობთ, აი როგორ თქვა იესო ქრისტემ ლაპარაკობდა არამეულად, ხო? მოციქულებს უთხრა, შენ ხარ კეფა, ხო? და მე ანუ ქვა ამაზე დავაფუძნებ რას? ეკლესიას? რა სიტყვა თქვა იესო? შენ ხარ კლდე და ამაზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, ესე არ არის? ხო, ჩემ ეკლესიას ბერძნულად, მაგრამ იესოს ხო არ უთქმია ბერძნულად, არ ლაპარაკობდა პეტრეს, ხო არ უთხრა. რა ენაზე უთხრა? არამეულად. ებრაულად, ან არამეულად. ორი ვარიანტია. ისიც ხო გალილეული იყო. ხო, ისიც გალილეული. ნუ ბევრი ვარიანტი მასა. მაგრამ ანუ სიტყვას იყენებს რომელს? ქნესეთ. და ეს რას ნიშნავს? ქნესეთ ბერძნული თარგმანი არის იცი რა? სინაგოგა. ანუ სეპტუაგინტაში რო აიღო ეგ სიტყვა, გამოდის რომ მე დავაფუძნებ ჩემს რა სინაგოგასო. ეს ეკლესია მე იმაში ეკლესია არის სინაგოგის სინონიმი. რო იცოდე. ეს არის წინააღმდეგება ერთმანეთს. ახლა გეუნები სინაგოგაში ქონდათ ებრაელებს ლიტურგიული რამე ლიტურგია. არა. იმიტომ რომ არ ჭირდებოდათ ლიტურგია. სინაგოგა იყო ადგილი სადაც ლოცულობდა და სწავლობდა. ლიტურგია მიდიოდა ტაძარში. რა? დაკლა, წმინდანში შესვლა. სარშეცებები. დაინგრა ტაძარი. თქვენ ხართ ღვთის ტაძარი. ანუ ის ლიტურგიული, ის მისტიციზმი რაც ხდება, თქვენში ხდება. თქვენში ხდება. გაიგე? ესაა ძმა, თელი არცი ამ ყველაფრისა. აი ეს გადმოცემა არაბიბლიური, ამას დაუპირისპირდა მე ლუთერი და ისა. გაიგე? ეს ასე დიდი თემაა. ეს მოკლედ გეუბნები ახლა. მიდი რამში კიდე გაქვს კითხვები ვხვდები. აი წეგან თქვით ჩვენ რომ ბიბლია თავის თავს განმარტავს. ხო, როგორ განმარტავს? აი უყურე, მე გითხარი. ბიბლია განმარტავს თავის თავს, როდესაც მორალურ საკითხებს და ზნეობრივ საკითხებს ეხება. არ იმრუშო. კაცმა იფიქროს რა არის არ იმრუშო, ხო? ხო. ხო, აი, რას ნიშნავს არ იმრუშო? წერია ისტორია, იმრუშა და რა შედეგი მოყვა ამას. მიხვდა ესე იგი ასე მოქცევ არ შეიძლება. მე კითხულობს იესოში. არ იფიქრო, რომ ეს არ დაგემართოს. განმართა ხედავ? არ ჭირდება ამას ბევრი ისა. მორალური ხარი, მაგრამ არის რაღაცა სწავლება, რასაც ეს არის ინდივიდუალური სწავლებები. მაგრამ არის რაღაცა კოლექტიური, რაღაც დაჯგუფება ხარ. დაჯგუფება ხო არის, რომ 10-15 მოაზროვნე ერთად როაზროვნე, მათ რაღაცა ჭირდებათ. ამისათვის მათ ჭირდებათ ჯგუფური ისა. ამ დროს უკვე შენ უკვე ითვალისწინებ სწავლობ ისტორიულ კონტექსტს, რომ სწორად დაინახო ის და სწავლობ ენას, რომ სიამბლოში რას ნიშნავს ეს სიტყვა მაშინ, რას ნიშნავდა და როგორ ესმოდა, რომ ის სწორად გამოვიდა. ინდიანა ჯონსონში არის ძალიან მაგარი ფილმი. გაქვს ნახე ინდიანა ჯონსონი.
არა? რო ჩახოლ სახში მიხოლ აუცილებლად ინდიანა ჯონსონი არის აქ ჩაშას ვიტოვა გრალი. ანუ წმინდა ზიარების თასის ბოლო თასს ეძებენ არქეოლოგები. აი საერთოდ და შონ კონერი და ხარისონ ფორდი არიან გერმანელი ნაცისტები მოძდევენ. ოდა როგორ იცი გარბიან და თვითფრინავი მორბის და ესრულება მას ტყვიებს. და შონ კონერს მოუწევ დაინახა ბევრი თოლიებია იმაზე რა ქვია. ზღვისპირზე რა და ქოლგა აქვს შონ კონერს. ეს თვითფრინავი რომელიც მოდის უკვე ხედავს, უნდა ესოლოს, უკვე ვერ ხარგარბიან, ტიალ ზღვაზე არიან, ვერ დაიმალები. უკვე მოგარტყამს. აიღო და ამ ზონდიკით მივიდა და თქო და ამ თოლიებს და ეს თოლიები აფრიდა, შეაფრიდა პირდაპირ ამ თვითფრინავზე ჩამოვარდა. და შონ კონერი ამბობს, მე გამახსენდა ერთი პოეტის სიტყვები, ჩემი არაღი არის ცადამტრედები. ანუ გაცოცხლდა მომენტი, გარემო შეიქმნა. ანუ ესაა ბიბლია. არის რაღაცა მცნება, რაღაცა არის რაღაც, რომელიც შენ არ გესმის, მაგრამ მომენტი გიდგება რაღაცა ცხოვრებაში და გაცოცხლდა. და იყენებ პრაქტიკაში ამას. აი ზუსტად მაგაზე მინდა ახლა გითხრა, ხო აი ჩვენ ვთქვით რომ ბიბლია თავის თავს განმარტავს, მაგრამ მაინც ერთსულოვანი და ერთაზრისანი არ არიან პროტესტანტებში, ანუ ის ხუთი პოსტულატი რაც არის ვიცით, მაგრამ მაგალითად შაბათზე ზოგი იცავს, ზოგი არ იცავს. აი როგორც მცნებები მოიყვანეს, ან არ იმუშავ მოიპარო, ხო ამას რომ განმარტება გქონდა, მასე პირდაპირ წერია შაბათზეც მაშინ. დაიცავი შაბათი? შაბათი თვითონ სიტყვა გეუბნება რომ ეს არის უქმო. უქმობა. არა, კი, მაგრამ აი ხო ანი ზოგი იცავს, ზოგი არ იცავს. მაინც ერთაზრისანი არ არის. ეს ერთი და მეორე კიდე ერთ სიტყვი. მაგალითად სულიწმინდის მიმართ ლოცვა. ხო. ზოგი პროტესტანტი ლოცულობს, მაგრამ ბიბლიაში ვერ ნახავ რომ სულიწმინდის მიმართ უნდა ილოცო, ეს არსად არ წერია, ხო ესე არც ხელახმაში, არც ახალახმაში, მაგრამ ზოგი ლოცულობს, ზოგი არ ლოცულობს. ამ შემთხვევაში აზრისანი არ არიან. ხო, მაგრამ აი მომისინე, როცა ადამიანი სულიწმინდაზე ლოცულობს. აკალდება მას რამე? არა, ხო, გარდამოცემას ღებულობ, ხო? გამოცდილებას ღებულობ, ეკლესიის გამოცდილებას. გასაგებია, მაგრამ უყურე ეკლესიის გამოცდილებას ღებულობ რაც რომელიც სოლა სკრიპტურას და ისეც რომ თან წმინდა წერილს არ ეწინააღმდეგება, არ წერია ასა წმინდა წერილში, რომ სულიწმინდის მიმართ უნდა ილოცო. მე პირადად ვამბობ, რომ არ უნდა ილოცო. და ეს თეოლოგიურადაც გამართლებული არაა. ხო და მე მაგალითად პრობლემა არ მაქვს სულიწმინდის მიმართ უნდა ილოცო. ღმერთია და უნდა ილოცო. გასაგებია რომ ღმერთია, მაგრამ უყურე, როდესაც მოციქულები მიდიან იესოსთან მოწაფეები ეუბნებიან გვასწავლე ლოცვაო. იოანე თავის მოწაფეებს ასწავლისო ლოცვასო, თავის მოწაფეებს შენს გვასწავლე რამე ლოცვაო. რას ეუბნება იესო? ჩვენ გააფრთხეს რომ ბევრი სიტყვიანი არ იყოთო. თვალთმაქცეთ არ იმაქნოთ და მე ეუბნება ესეთ რამეს. თქვენ კი ასე ილოცეთ. და ასწავლის მან მოუჩვენ. აბუდ შემაიო. მერე? მე კარაშ მაგრამ ზუსტად არის სიტყვები. ხო. ეკეთე შემაიო, თეთე კულა. ანუ უყურე. ეგ უნდა ვისწავლო. აი, გასწავლე მე. ანუ ისა ივრითად როგორ აიცი? ავინუმ შემაი. არამულად არის აბუდ შემაიო, ივრითად არის ავინუმ შემაი. ანუ ორნაირა რომელი ხარ მამაო ჩვენ რომელი ხარ ცათაშინა. უყურე. სტანდარტს გაძლევდა ველოსიპედის გამოგონება, რატო იგონებ ველოსიპედს, როცა გამოგონილია ველოსიპედი. ნუ გეუნები, როცა ველოსიპედი გამოგონილი არის, რატო იგონებ ველოსიპედს? დაგიწერა იმ დალოცულმა, იმ კურთხეულმა, მასიახმა, მესიამ, გასწავლა, ასე ილოცე და გეუნება, ჩემი სახელით მამას რასაც თხოვ თუ გექნებაო. რატო უნდა იმას, აი ამიხსენი რა, აი რატო უნდა მოვიდეს ჩემ აზრში, ფსიქოლოგიაში, როცა მე მაქვს ეს უკვე სტანდარტი, ხო, ვიღაცა ბერს რაღაცა და ეს, სულიწმინდასაც უნდა ვილოცო ახლაო თურმე არ ვლოცულობდიო სწორადო და სულიწმინდას უნდა ვილოცო და ეს მე ვიღაცას იდეა მოეწონა, სულიწმინდას ხო ღმერთია, მაგაგებით მასე ძალიან ბევრ რამეს მივარ ჩვენ კომპრომისამდე და ბოლოს მივარ იმამდე რომ გაუმარჯოს მეფეს, მეფე კურთხეულ მეფეს. ნარიმანს. ეს ისეთი საკითხია, იგივე დიდება და პატივი
ეკუთვნის როგორც მამას, ისევე იესო ქრისტეს, ასევე სულიწმიდას. გასაგებია. ქრისტეს ამბობს, ვინც მე პატივს ამცეს, ის მამას არცის პატივს. ხო და რას ნიშნავს ქრისტეს პატივისცემა? ქრისტეზე ლოცვა ნიშნავს თუ რას ეუბნება? ქრისტეს მიმართ ალოსულო მესახარებაში. სად? მაგალითად პირველ დიაკონი სტეფანი. სტეფანე რომოს, უფალო აპატიო. ხო. ეს ერთი შემთხვევა, დანარჩენი შემთხვევა გააქვს. ეს შემთხვევა საკმარისია ჩემთვის, რომ მეგავაკეთო. არა. 2 ან 3 მოწმობით უნდა მტკიცებოდეს ყოველი ჭეშმარიტება. ამას ბიბლია გიეცეს ამ სტანდარტს. აი ძალიან მოიცა. არა, ძალიან არა, მომიცინო. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვესმოდეს ეს საკითხი გიო. ესეც უკვე გარდამოცემაა, შენ განმარტო. მე არ გამმარტო. ამბობ და ტოვებს ამ ნათქვამს. ესეც უკვე გარდამოცემა. ხვალს ზე შეიძლება ეს ვიღაცამ აიტაცოს. რა გაიტაცოს? რასაც მე ვამბობ? ესეც უკვე გარდამოცემაა. მაგრამ ეს გადმოცემა უნდა შემოწმდეს წინა წერილი საფუძველზე. თუ წინა წერილი საფუძველზე არ შემოწმდება, ხო შეიძლება მე ვწდები და იმან თავი დაიღუპოს. გაიგე? ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, რომ გვესმოდეს გიო უყურე. ეგრე შენ ვამბობ, მაგ საკითხით. მომაკვდავი ადამიანი რო ჯვარზე მოკტა. დიახ. შეიძლება ვივარაუდოთ იმ გაგებით, რომ რაღაც გჭირდება მონათლა კაცო. თავარია სიკვდილისი მევინანი უნდა всё. ეგრე ვაფშე არ მონათლა ავაზაკი ჯვარზე. ეს უთაკვეთით არ არის. შეიძლება მანქანამდე გარტყას და წამში გარდაიცვალა, ანუ ეგსა ვერ გაწვა. ხო და ეს ანუ სტანდარტი არა, ხო ეგა, რასაც ამ შენამ. სტანდარტი არა. მაგრამ არც პრობლემა არ არის. არც პრობლემა არა, პრობლემა არის ის, ოდესაც შენ ამას აეუნები ამბობ, რომ ეს აღარაა პრობლემა. ესაა უკვე პრობლემა. რატო? იმიტომ რომ უყურე, როცა შენ ამბობ ასეთ რამეს, შენ უნდა გქონდეს პრეცედენტი, 2 ან 3 პრეცედენტი. მაინც ბიბლიიდან. ნებისმიერი სწავლება, რასაც პავლე და რასაც ასწავლიდა, უყურე ასაკეთებდა. თესალონიკიდან რო გამოვიდა გახსოვს პავლე მოციქულო სინაგოგაში რო შევდიდა, ისინი კი თესალონიკელებზე ჭკვიანები ბრძენები აღმოჩნდნენ და ყველაფერს ამოწმებდნენო წმინდა წელებში, რასაც პავლე ამბობდაო. მართლა არის თუ არა? რატო აკეთებდნენ ამას? რჯულმა დაგიწესა სტანდარტი 2 ან 3 მოწმის მეშვეობითო. მტკიცება ყოველგვარი ჭეშმარიტება. რატო ეუბნება მოსეს ღმერთი ჩაწერე დაწერე? რატო ეუბნება ღმერთი იოანეს დაწერე რაც იხილია? ანუ არის რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხები, რასაც ღმერთი პირდაპირ გავალებს დაწერე. და ამ დაწერილის მომატება აღარ შეიძლება და გადახვა. ანუ შენი გამოგონება, რასაც ქვია, გამოგონებას ვიტყვი. ხო. ცუდი სიტყვაა. გამოგონება ან შენი აზრი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ დაწერას. რატო ისურვა ღმერთმა რომ დაწერილი იყო 10 მცნება? ხო შეიძლება რომ გადმოცემით მიეცა. არის საკითხები, რაც საციცოცხლო მაცხოვნებელია, ის დაწერილია, მაგრამ რაც არ არის მაცხოვნებელი, ის შეიძლება გადმოცემით იყოს და ტრადიციაშიც კონდეს და მაგი არაფერს არ უშლდეს. ოღონ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს იმ სტანდარტს, რომელიც გააქვს უკვე. ამ სტანდარტს არ უნდა მიუმატო და მოაკლო. აი ბოლო რაღაცას ვიტყვი. ხო. აი წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებს. წესი ჩვენთვის წერილის შეწევნა არც უნდა დაგჭირებოდა. არამედ ისეთი სიწმინდით უნდა გვეცხოვრა, რომ ჩვენ სულებს წიგნების სანაცვლოდ შეწეოდა მადლის სულისა. როგორ უნდა იცხოვრო თუ არ იცი სტანდარტი? ხო და აინახე 51 დღეს რა მოხდა, ხო სულიწმინდა გადმოვიდა და სულიწმინდა გაგახსენებთო, რასაც მე გასწავლეთო. გასწავლეთო, ხო, მაგრამ ეს ცოცხალი რა ასწავლა იესო ქრისტე? გაცემა მეტი ნეტარება, ვიდრე მიღება. არ ასწავლა, მაგრამ სადაც წერია. ჯულში არ წერია? არ ვიცი ზუსტად, საწერია. ჯულში რუთის წიგნი აიღე, ბოაზის ისტორია. ეგ ისტორია არის გაცემაზე. ბოაზმა რო გაცდა, ცოლი მიიღო, მეტი ნეტარება მიიღო. ანუ მე გეუბნები პირდაპირ სიტყვებს ესე გაცემა მეტი ნეტარება. იესო ქრისტემ უბრალოდ ლოკალური ფორმულირება გაუკეთა იმ იდეისა, რაც ჯულში არის. მე ხო გითხარი, აი თქვენი რასაც იესო მოს, რასაც თქვენი მარჯვენა გააკეთეს მარცხენა
ეგ იდეა საიდან მოდის რჯულიდან ხნათესის პრინციპი რომ როდესაც ღარიბებს უტოვებდნენ იმას აქვია საკვებს კალოში ასე არიღებდნენ იმ კალოს უტოვებდნენ რათა ღარიბმა არ იცოდეს ვისი ყანა იყო და ეჭიმე და ამ კანონისათვის ღმერთის განედიდებია ასევე სახლის ვისი ყანაც იყო და არც იმან არ იცოდა ვინ იცარგებლა ამით ანუ არავინ ერთმანეთის მოვალდებულებაში არ იყო ეს იყო გაცემა სიკეთე რომელიც იესო ამბობს. ოღონდ იესო ფორმულება გაუგეთა ამას. მოკლე ფორმულები, რომ ქრისტე რაბინი იყო. ქრისტეს სიტყვები ყოველთვის, აი ძალიან მეცოდება, აი მართლა გულწრფელად მეცოდება, რომ აი ამობენ ქრისტე მორიმცემდა და გვიტოვა რომ ამობენ. გიყვარდეს მოყვასი შენი და ისა, გიყვარდეს იესო ქრისტე მთელი რჯული სიბრძნე რაზეა დამყარებული ის თქვა. მანამ ფორმულირება კი არ გაუგეთა, ეს ფორმულირება იყო უკვე. იესოს არ გამოუგონია ესა. მაშინ მსგავსს ამბობს, რომ როგორც შენ გინდა გექცეოდნენ, ისე მოიქე ამაზე დგას ოთელი რჯული. უყურე, ეგ იდეა საიდან გამოიღო იესო ქრისტე, მიცი? რა განსხვავება მაშინდელ აი მისვა მიკითხვას ბევრი რომ კი მაგრამ რა განსხვავებაა მაშინ რაბი ჰილელმაც ხო უთხრაო იმას რა ქვია წარმარცო არ გაუკეთო არავის ის რაც შენ არ გინდა გაიკეთონა ხო რაბი ჰილელმა თქვა ეგა პირდაპირ წარმარცო უთხრა გიყვარდეს მოყვასი შენიო ხო იცი ეგ ამბავი კი მოსვენილი რაბი ჰილელთან მიდის ადამიანი და ეუნება ფეხზე დგომით თუ შეგიძლია რომ თელი რჯული შემასწავლო კიო გიყოლდეს უფალი შენი ღმერთიო ეუნება და მეორე არ გაუკეთო ისაო შენ მოყვასო ისო რაც შენ არ გინდა გაიკეთო ქრისტემ რა თქვა ისე მოიქეც სხვას ანუ ქრისტემ იგივე იდეა თქვა მაგრამ ქრისტეს ცნება პირიქით მოგიწოდებს აქტიურობისაკენ და ის პასიურობისაკენ ამაშია განსხვავება მოყვასი რომელია მოყვასი შენიო სამარიტელს ეუბნება ისო სამარიტელიო წადი და შენც ასე მოიქეთ ანუ თელი გავის არსი არის რომ შენ ვისი მოყვასი ხარ და არა ვინ არის შენი მოყვასი ხო გაიგე ეს იდეა მოიტანა იესო ქრისტე ეს იყო რევოლუციონერი მაშინ მაგრამ ეს შეიძლება ახლა ადვილად ვთქვა მაგრამ აბა ესა თელი კონცეფცია ქრისტიანობის თელი სილამაზე ამაშია და არა იმ ნახატებზე ლოცვა და თავის ხეთქება კედელზე კიდევ ისელში ვარ. გიორგი ბოლოს აი შევეჯამოთ რომ ანუ ესე გარდამოცემაც აუცილებელია და საჭიროა. გადმოცემაც არის საჭირო და აუცილებელი, მაგრამ არა მაცხოვნებელი. არა მაცხოვნებელი. მაცხოვნებელი ძალა აქვს სახალებას. თვითონ პავლეს სიტყვებია. გაუწყეთ სახალება, რომლითაც გადარჩებით. მეც მივიღე. всё. თავარი არ ეწინა გადმოცემას მე ვაღიებ, რომელიც არ ეწინააღმდეგება წმინდა წერილს. სოლო სკრიპტურა არ ნიშნავს იმას, რომ მე წმინდა წერილის გარდა არც წერილს აქვს. ეს არ მას არ ნიშნავს. უბრალოდ სოლო სკრიპტურა ნიშნავს, რომ მე უმაღლეს ავტორიტეტს ვაძლევ ღმერთის სიტყვას წმინდა წერილებს. всё. დანარჩენი ეს ყველაფერი უკვე სპეკულაციაა. თავად გადმოცემას ხო პავლესაც მოყავს იანე და იამბარისზე მაგალითად. ხო, მაგრამ ეს აქვს მაგის სახელების ცოდნას მაცხოვნებელი მნიშვნელობა. არა ხო. ხო. ძები? ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. მაშასე. მადლობა გიორგი. ვიყურეთ მეგობრებო. გაგრძელება იქნება და ახლა კიდევ ვილაპარაკებთ მომავალ თემაზე ის 60 კილო მემკვიდრეობა გავაგზავნოთ ისა ხატებზე და იმაზე. აბა, მადლობა.